სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისათვის. დღევანდელ კვირას ეწოდება სამარიტელის კვირა. ამას ცოტა რომ აუცილებლად. სამარიტელის კვირა. და დღევანდელ სახარებაში მოთხრობილი იყო ასეთი ამბავი, რომ მაცხოვარი მიდის სოფელ სუქარში და ის შეხვდება ერთ-ერთ სამარიტელ დედაკაცს, რომელიც იაკობის ჭასთან არის მოსული წყლის ასავსებად. და ამ დროს მოწაფეები წასულები არიან, რომ საზრდელი იყიდონ. და ეუბნება მაცხოვარი, რომ მომეცი დამალევინეო წყალი. და როგორო განაარიციო, რომ იუდეველებიო სამარიტელებს არ შეეხებიან, მან ურთიერთობა არ აქვთ, ესენი მტრები იყვნენ ისტორიულად. მაცხოვარი ეუბნება, შენ რომ იცოდეო, ვინ გთხოვს წყალსო, შენ თავად სთხოვდი მას წყალს და ისიც მოგცემდა. და როგორო შენო არც ასავსები არა გაქვსო, ჭურჭელი არა გაქვსო, როგორ უნდა დამალევინო წყალი. ის წყალიო, რომელსაც შენ სვამო, ის კვლავ მოგწყურდება, ის წასაღებათაც მოხვედიო. და წყალი, რომელსაც მე მივცემო, ის არასოდეს აღარ მოგწყურდება, არამედ ადამიანში გარდაიქმნება წყაროს თვალად და თავად დაარწყულებს ადამიანს. ნუ აწამებთ მაგბავს, გასაენ გამოსე. ანუ აქ წმენაზეა ლაპარაკი. და ეს ქალიც ეტყვის, მაშინო მომეციო ის წყალიო, რომელიც აღარ მოგწყურდება და აღარ მოვალ აქ ასავსებათო და მაცხოვარი მართლაც იწყებს ამ წყლის მიცემას, ანუ წმენაში რო განამტკიცოს და ეუბნება, წადიო, მოიყვანეო შენი ქმარი და მოდიო. არა მყავსო ქმარივე ეს ქალი ეუბნება. მაცხოვარი ეუბნება, მართალს ამბობო, რომ ქმარი არ გყავსო. 5 ქმარი გყავდაო და ვინც ახლა გყავსო, ისიც არ არისო შენი ქმარი. და ანუ ესე იგი, ეს ქალი მიხვდა, რომ რაღაც უჩვეულო ამბავი ხდება მის თავს, იმიტომ რომ ისეთი რამე უთხრეს, რაც შეუძლებელია ეს ადამიანმა იცოდეს, მით უმეტეს უცხო ადამიანმა საერთოდ თვალით რო არ უნახავს. მიხვდა, რომ რაღაცა ზებუნებრივი ხდება აქ. თუმცა მან ჯერ არ იცის, რომ ისი იესო ქრისტე. და რადგან გაიგო, რომ ესე იგი რაღაც ისეთის თქმა შეუძლია, რაც დაფარულია და არ იცის, ეკითხება უკვე სულიერს. ეს ახლა ჩვენ სახარებიდან ვიცით და თითქოს ჩვენთვის აქ უჩვეულო არაფერი არ ხდება, მაგრამ მოდი ჩვენი ცხოვრებიდან მოვიყვანოთ რაღაც მაგალითი. დაუშვათ მოხდარა ისეთი რამე, რომ ესა თუ ის სამრევლო თუ რაღაცა გარკვეული ჯგუფი ამა თუ იმ მონასტერში წასულა და იქ მოძღვარს უთქვამს რაღაც ისეთი დაფარული მათი ცხოვრებიდან. და მერე ჩვენი განწყობა როგორია ხოლმე? ჩვენ იმ წამში უკვე ვეკითხებით ხორციელ ამბებს. აბა ეს როგორ იქნება, ის როგორ იქნება? უკვე იმედი გვაქვს, რომ ეს კაცი რაღაც ისეთს გვეტყვის, რომ ესე იგი ღირებულს, ჩვენთვის ღირებულს ხორციელს და ნეტა ეს როგორ იქნება, იქ როგორ მომემართება ხელი და უკვე და ამ ქალს ამგვარი არაფერი არ აინტერესებს და რას ეკითხება? ჩვენი მამებიო ამ მთაზე სცემდნენ თაყვანსო, თქვენები კიდე ამბობენ იუდეველები, რომ იერუსალიმშია ღვთის თაყვანისცემის ადგილიო. და ხალი ეუბნება, რომ მოვა დრო და ახლა არის უკვე დამდგარის დრო, რომ არც ამ მთაზე და არც იმ მთაზე თაყვანს არ ასცემთ ღმერთს. და ახლა არის უკვე ის დრო დამდგარიო, რომ ღმერთი სული არისო და ღვთის თაყვანისცემა სულითა და ჭეშმარიტებით უნდა. სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცეო თაყვანი.
და ჩვენ ვიცითო რომ ქრისტე უნდა მოვიდოსო და ის განგვიცხადებს ყველაფერს ეს ქალიობნა და უფალიცე უნდა მე ვარ ისო ვიზეთ ჩვენ ლაპარაკობ და ამ ქალმა დატოვა იქ თავისი ჭურჭელიც ყველაფერი იმიტომ რომ რა წყლის წასაღებათაც მივიდა აღმოაჩინა რომ იმაზე ძვირფასი რამე აღმოაჩინა წავიდა სამარიაში და ეუბნება იქ ხალხს რომ წამოდითო ნახეთო ის ხო არ არის მართლა ქრისტე აი ესეთი რაღაცეები მითხრაო თან ახლა რითი უნდა მოხიბლო ადამიანი რა უთხრა ამ ქალმა ეს კი არა რაღაც სულიერი მელაპარაკაო ანუ რითი დაიყოლია ხალხი რომ ის ენახათ იესო ქრისტე წამოდითო ნახეთო მე ჩემს შესახებ ყველაფერი მითხრაო ხო და მაგითი დაითანხოთ რომ ეთქვა რომ იქ ღმერთზე მიქადა გაიმანდა რაღაც სულიერი მითხრა ნეტა შენო მოგცლიაო უეჭველი ამას ეთქოდა უმრავლესობა მაინც მაგრამ რო უთხრა რომ ჩემს შესახებ ყველაფერი მითხრა ესე იგი რაღაცა ხდება რითიც ეს მოიანკესა უფალმა ეს ქალი იმას ეუბნება სხვებსაც ოღონდ კი არ აძალებს არამედ ეუბნება ესეთი რამე მოხდა და ნახეთ აბა თქვენ თვითონ ნახეთ ეგ ხო არ არის ქრისტე კი არ ეუბნება უეჭველად ეგ არის არამედ რატო უსვამ ამას ხას რომ ჩვენ ზოგჯერ ესე იგი ერთმანეთს ვაძალებთ ეს გააკეთე ეს კარგია ის კარგია მაგრამ ხო არ ჯობია უთხრათ რომ აი მე ესე ვარ მე ამას ვაკეთებ და ესე ვარ და შენც ხო არ მოსინჯავდი აბა სიტყვაზე ვამბობ მე ვლოცულობ და ესე კარგად ვარ იმედიანად ვარ და შენც ხო არ მოსინჯავდი კი არ უთხრა უეჭველად უნდა ილოცო ეს კარგია შენთვის აბა არის უნდა უთხრა რომ მე აი მარხვას ვინახავ მე ახსარებას ვამბობ და სული ისეთი მსუბუქი მაქვს ისე კარგად გრძნობ თავს შენც ხო არ მოსინჯავდი აბა გეცადა შენც აი დამოკიდებულება ადამიანებში ესეთი ის კი არა გინდა თუ არა ახსარება და განა მან თვითონ არის ის რომ სული და გული დამძიმებული აქვს და შენ რო ეტყვი რომ მეც ასე ვიყავ ეხლა ახსარება რო თქვი რაღაცა ისეთ შვებას გრძნობ წმინდა პაისიათონელი რო ამბობს ახსარებამდე და ახსარების შემდეგო სურათი გადაიღეთო და მართლაც ნახავთო როგორი განსხვავება არისო ფიზიკურათაც კი მე ამას წინათ ბავშვებსაც ვეუბნები რაღაცა შეცდომა მომივიდა და ძალიან მწუხდი იმის გამო მეგონა რომ ეს რაღაცა ძალიან ისეთი იყო მძიმე შეცდომა მე მოძღვართან რომ მივედი და ველაპარაკი აი მე რომ მოდიოდი მე გამახსენდა მამა პაისის სიტყვები რომ მართლაც მეთქი ახსარებამდე და ახსარების შემდეგ რო სურათი გადამეღო ზუსტად ერთ-ერთი იქნებოდა რაც წმინდა პაისიათონელმა თქვა როგორი ვიყავი იქამდე სანამ მივიდოდი და იქიდან რო წამოვედი როგორი ვთა შესმული და მე რო ამას სხვას ვეუბნები იქნების ის დაინტერესდეს თქვენც ახლა ამიტომ გეუბნებით მით უმეტეს იმათ ვინც შეიძლება ახსარებას არ ამბობდეს და ხო არ ჯობია რომ შენც გეთქვა შენც გელოცა შენც მორიდებოდი იმ რაღაცა ცოდვას და უფრო სინდისი დაგიმშვიდდებოდა ასე გაგიკეთებინა სინდისიერად გეცხოვრა ცოტა გექნებოდა მაგრამ დამშვიდებული სინდისით გექნებოდა ვიდრე ბევრი გქონდეს და აფორიაქებული გული გქონდეს ხო და მაგრამ ეს კი არ უნდა უთხრა კატეგორიულად კი არ უნდა უთხრა არამედ შეკითხვის ტონით როგორც ეს ქალი ამბობდა და ისინი მართლაც მოინადირა ამ სიტყვით და დაირაზმნენ და წამოვიდნენ მაცხოვართან და მაცხოვარი რომ ნახეს და მოусმინეს თხოვდნენ მე რომ არ წახვიდეო ორი დღე დარჩა კიდე მაცხოვარი მათთან და მე თვითონ აღიარეს მე ამ ქალბატონს ეუბნებიან ჩვენო უკვე შენი სიტყვის გამო კი აღარ გწამსო არამედ ჩვენ თვითონ მოусმინეთ და გჯერა აი რა საოცარი რაღაცა მოხდა ესე იგი ხო და მაცხოვარმა მართლაც მისცა ის წყალი რომელიც მათში გარდაიქცეოდა წყაროს თვალად და იქიდან იდინებდნენ საუკუნო ცხოვრების მდინარეები ანუ ადამიანის სულის გადარჩენაზე აქვს საუბარი სულის ცხონებაზეა საუბარი ამიტომაც აი ჩვენ როდესაც ჩვენ თუ არ აგვყავს ნაპოვნი ქრისტე ჩვენ უნდა ვეძებოთ ის და უნდა ვიპოვოთ ის ყოველთვის უნდა ეძებოთ
და ჩვენ როდესაც ქრისტეს ვეძებთ, მაშინ სწორედ ის სულიერი უნდა ვეძებოთ. და მივხვდეთ ესე იგი რომ იმ ხორციელიდან როგორც ეუბნება, შენ ეს კიდე მოგწურდება. ხორციელი რამდენიც არ უნდა მიიღო, კიდე მოგინდება, კიდე უფრო მეტი მოგინდება. მაგრამ თუ ადამიანი სულიერს ეძებს, ღმერთი არც იმ ხორციელს არ მოაკლებს. ეს სახარებიდან არაერთხელ დასტურდება, მათ ხო არის ადამიანებს უქადაგებს, მათ სნეულებს განკურნავს და ბოლოს ეუბნება მოწაფეებს, რომ ეს ხალხიო 3 დღეაო, რაც მელოდებიან და ცოდონი არიან, ესე რომ გაუშვათო აქედან, დაცვივდებიან გზაზე. ანუ ამით ისე თქვა მინდა, მათ ხო არის მარტო იმაზე კი არ ზრუნავს, რომ სულიერად იყო კარგი. ხორციელათაც ზრუნავს და ეუბნება მოწაფეებს, რომ მიეცითო თქვენო საჭმელი. და როგორ რანაირად აღმოაჩინეს, რომ ეს მეორე შემთხვევა იყო. 7 პური ჰქონდათ მარტო. და 7 პურით 4000 კაცი დააყურეს. მანამდე 5 პურით დააყურეს 5000 მხოლოდ კაცი. აქ ბავშვების და ქალების გარდა იყო იქ მხოლოდ 5000 კაცი. და რომ მორჩნენ, მათ ხო არ მოუთხა, რომ აკრიფეთო, რაც დარჩაო, რომ არ გაფუჭდეს. არ გაფუჭდეს, მათ ხო არს განასხვავ დროსაც არ შეეძლო იგივე გაეკეთებინა. მაგრამ ის ნარჩენები წამოკრიფეს, 12 გოდორი გაავსეს. ეს 12 შემთხვევითაც არ იყო, შეიძლებოდა უფრო ნაკლებიც ყოფილიყო, მაგრამ 12 უშუალოდ 12 იმიტომ უნდა ყოფილიყო, როგორც განმარტებლები ამბობენ, რომ ერთი უეჭველად იუდასაც უნდა შეხვედროდა. იუდასაც უნდა ეტარებინა, რომ იუდასაც დამახსოვრებოდა მაცხოვრის ეს და აქედან სულიერი გაკვეთილი უნდა გამოეტანა. მაგრამ სამწუხაროდ იუდამ ეს ვერ გააკეთა. ჩვენ შეიძლება ღმერთმა დაგვანახოს ამა თუ იმ ცხოვრებისეულ შემთხვევაში, რომ მოგიმართავს ხელს ისე, როგორც შენ გჭირდება, მაგრამ იუდასავით ჩვენც არ უნდა დავხარბდეთ რაღაცებს. განა რაც დაჭირდებოდა, თუ ის ქრისტეს გვერდით იქნებოდა, ქრისტე არ მისცემდა, რომელიმეს მოაკლებდა, არ მოაკლებდა. ან თუნდაც დღეს, ესე იგი, ვინც თავის საქმეს გადადებს და ეკლესიის საქმეს მოახმარს თავის დროს თუ ენერგიას თუ მატერიალურ სახსარს, განა ეკლესია ქრისტეს სხეული არ არის, განა დღეს ვინმეს ღმერთი რამეს მოაკლებს, არ მოაკლებს. აი ვიღაც ფიზიკურად შრომობს, აი სიტყვაზე, აი ეს გარეთ რო ნახავთ ახლა, იქ მცენარეებია, იქ ბუჩქია, იქ ყვავილია, იქ რაღაცა აშენებული. აქ ხო შრომობენ, ბიჭები არიან, გოგონები არიან, დიდები, პატარები, ხო შრომობენ, ხო ფუსფუსებენ, ხო თავისი სახლისთვის ხო არ აკეთებენ, აქ აკეთებენ რაღაცას, ხო მართალია. როგორ ღმერთი ამას რო ხედავს, ღმერთი რამეს მოაკლებს, არ მოაკლებს. ეს შეიძლება რომელიმე ადამიანმა ვერ დაინახოს, მაგრამ ღმერთი ყველაფერს ხედავს. ვინ პატარა ია დარგო, ვინ დიდი ხე დარგო, ვინ ბუჩქი დარგო, ამ ყველაფერს ხედავს ღმერთი. შეიძლება ვიღაცამ პატარა ია რო დარგო, იმის მეტი არც დრო ქონდა და არც გაქანება. მაგრამ ღმერთი მატერიალური სიუხვით კი არ იწირავს, ბუჩქების მიხედვით კი არ იწირავს, გულის მიხედვით იწირავს. ამიტომ ვინც რა შეძლო, ის გააკეთა. ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს. ხოდა. ამიტომაც ესე იგი ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ დატოვებს ესეთ ადამიანს. ჩვენ რომ ვერ წარმოვიდგენია, შეიძლება იმ მხრიდან მოუმართოს ხელი. იმიტომ რომ ეკლესიის მსახურება ეს ქრისტეს მსახურებაა. იმიტომაც არის, რომ ეკლესიას ცდილობენ, რომ ესე იგი წარმოაჩინონ როგორც რაღაცა ესეთი საზოგადოებისთვის ცუდი. იმიტომ რომ თავდაპირველად ქრისტესაც ასე ცდილობდნენ, რომ ის მტერია, რომ ესე იგი რომაელების მიმართ აჯანყებას აპირებენ და ამ ადამიანთან კიდე ბევრი ხალხი მიდისო და ჩვენ რიგებს აკლდებაო და მოდი მოვკლათ. შემდეგ ლაზარეს მოკლაც ამიტომ უნდა, თუ ის ცოცხალი მაგალითია ქრისტეს
ღმერთობისა, იმიტომ რომ ეგეთი სამყაროში არ მომხდარა. ხოდა. ამიტომაც აი ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მსახურება ეკლესიის არის მსახურება ქრისტესი და ჩვენ ეკლესიურ ცხოვრებაში უნდა სულიერი ვეძებოთ პირველ რიგში. და ღმერთი არ დატოვებს არავის, ესე იგი ჩვენ ეს უნდა გწამდეს. თუ ეს წამს ადამიანს, ის აუცილებლად სულიერს დაუწყებს ძებნას. თუ ეს არ ასწამს ადამიანს, მაშინ ეცდება რომ ჯერ ხორციელი საქმეები მოაგვაროს და ესეთი არაერთი ყოფილა ხორციელი საქმეები მოაგვაროს და მერეღა თუ დრო დარჩა მივიდეს ტაძარში. და აღმოვაჩენთ ხოლმე ასეთ რამეს. პირველ რიგში თვითონ აღმოვაჩენთ ხოლმე, თუ გულისხმობა ყავს და თუ მიხვდება რომ ის ხორციელი საქმეებიც აებურდა და არაფერი არ გამოდის იქიდან. სულიერიც ნელა იკარგება. დღეს ჩვენთან სტუმრად არიან ჩვენი ძვირფასი პატარები სხვადასხვა მხრიდან. თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ესე იგი ქართველი ადამიანი საქართველოში სტუმრად არსად არ არის. ქართველი ადამიანი საქართველოში ყველგან არის მასპინძელი. ყველგან არის თავის ქვეყანაში. ყველგან არის თავის სამშობლოში. ეს უბრალოდ პირობითია, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ცხოვრობთ და თქვენ ჩამოხვედით საიდანაც, სწორედ. ეს თქვენი სამშობლოა. ჩვენ რო სხვაგან ჩავდივართ, ისიც ჩვენია, ყველგან ერთნი ვართ, ესე იგი. ამიტომ ეს განწყობა ყოველთვის უნდა იყოს შენარჩუნებული და ამ ბავშვების ერთად ყოფნა და ერთად სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა თუ ბანაკში ერთად ყოფნა, ეს ბავშვები ვინც ახლა აქ არიან, შარშან იყვნენ ბანაკში, ზუსტად აქ ჩვენს ბანაკში. მერე ზამთარშიც მოგვიწია ერთად ყოფნა ბაკურიანში და ასე თუ ისე დაახლოვდნენ და რაც უფრო მეტად დაახლოვდებიან, მით უფრო მეტად იქნება ის განცდა, რაზეც ახლა მე ვლაპარაკობ, რომ ყველგან შენი სამშობლო. იქ რომ ქუთაისში ვიღაც გელოდება, შენი სული და გული რო გელოდება, განა შენი სამშობლო იქ არ არის. იქ ფოთში გელოდება თუ თელავში თუ მარნეულში, იქაც ხო შენი სამშობლო. იქაც ჩადიხარ, როგორც შენ სახში ჩადიხარ. ჩვენც ამ ბავშვებს ვცდილობთ, რომ ჩამოვიდნენ, როგორც თავის სახში ჩამოვიდნენ. შინაურულად. ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში, რამდენად გამოგდის ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენი მცდელობა ეგ არის და თუ ამ ბავშვების ურთიერთობა ესე გაგრძელდა, აი უბრალოდ რომ წარმოიდგინეთ, ახლა ამ ბავშვების მშობლები ვართ. ესენი ჩვენ ხელები რო იქნებიან, ჩვენზე კიდევ უფრო დიდები. და თუ ჯიუტად, სიჯიუტეს ბევრი კარგი თვისება. თუ ჯიუტად არ მოიშლიან ერთმანეთთან მეგობრობას, რამხელა სიმდიდრე იქნება. რამხელა ნაცნობობა, რამხელა სიყვარული. მერე ახლა თუ ეცდებიან, რომ თავისი შვილებიც ერთმანეთს დაუკავშირონ, დაამეგობრონ, ეს ხო საერთოდ არ ვიცი, ძალიან დიდებული რამე იქნება. და ჩვენს ქვეყანას აი ეს ჭირდება, ეს ერთობა ჭირდება. ამიტომ ჩვენ მშობლებმა ვეცადოთ, რომ ესე იგი ეს გავაკეთოთ ჩვენი შვილებისთვის. მერე ისინი როგორ გააგრძელებენ თავისი შვილებისთვის, ეს უკვე მათი ვაჟკაცობის ამბავი იქნება, მაგრამ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ეს ვეცადოთ. ესე იგი ბედიც და გამარჯვება ღმერთსა უნდეს მოცა გვხდების, შოთა რუსთაველი ამბობს. შენ უნდა სცადო და ღმერთს უნდა გამოვარი საქმე. და თუ ისეთ რამეს მოვიწადინებთ და ეს მოწადინებაც პირობითია, ჩვენ კი არ მოვიწადინებთ, ღმერთმა ჩადო ეს სურვილი და ამ სურვილს თუ გამოვეხმაურებით, ღმერთი კეთილად დაგვასრულებინებს ამ ყველაფერს. აი მისი იმედი გვაქვს ჩვენ უპირველეს ყოვლისა. აი რა მიხვედრილი ბიჭია, ხო არ მithქვია, მაგრამ თავისით მოიტანა ნაკურთხით წყალი. ვიხდო რომ მეტი აღარაფერი უნდა მეთქვა. აი შეიძლება ფეხები დაეღალა და კარგი ახლა მამა გეყოფა. ქრისტე არ